სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის ფარგლებში ჭიათურის მეორე, მეხუთე, მეშვიდე და წირქვალი საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის წევრებმა დღეს გამარჯვების პარკში თავიანთი კლუბის ლოგოების მხატვრობა მოაწყვეს და ბანერიც დადგეს სახელწოდებით სამოქალაქო კლუბის სკვერი. იმერეთის საჯარო სკოლებში არსებულ სამოქალაქო კლუბებს ქუთაისის განათლების, პედაგოგთა გადამზადებისა და დასაქმების ცენტრი კურირებს. ადგილობრივი თვითმმართველობის პარტნიორობით სკვერის სურნელზე პასუხისმგებლობა 4 საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის 100-მდე წევრმა აიღო. ეს სკვერი გამოუყვეს სამოქალაქო კლუბის წევრებს, ჭიათურის სამოქალაქო კლუბებს, რომლებიც დაფუძნებულია, ეს კლუბები დაფუძნებულია სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის ფარგლებში, რომელსაც USAID აფინანსებს და PH International ახორციელებს მთელი საქართველოს მასშტაბით. იმერეთში პარტნიორობას ვუწევთ ჩვენ, ქუთაისის განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი. ეს ინიციატივა, რომ ეკოლოგიურ საკითხებზე ემუშავათ ბავშვებს, ჯერ კიდევ 27 ապრილს ახალგაზრდულ ფორუმზე შეიმუშავეს თვითონ მოსწავლეებმა, ჭიათურის საჯარო სკოლის მოსწავლეები ესწრებოდნენ ფორუმს და მე ჩვენმა ორგანიზაციამ ადგილობრივ ხელისუფლებასთან თანამშრომლობით მხარი დაუჭირეთ მათ ინიციატივას. ბევრი სხვადასხვა ინიციატივა განხორციელდა ამ პროექტის ფარგლებში. ერთად შევიმუშავეთ, მოვიდნენ ჩვენთან დახმარებაზე, რომ მელიმე სკვერი შეგვერჩია მათთვის და როგორც თვითონაც და ჩვენი ერთობლივი აზრი დაემთხვა ერთმანეთს, ამოირჩიეს ეს ერთ-ერთი სკვერი გამარჯვების პარკში. დღით ჩვენ გვინდოდა ერთი პატარა ადგილი გამოგვიყო სამოქალაქო კლუბებისთვის. რა თქმა უნდა, ყველა სკოლას აქვს ყველა სკოლაში თავის სამოქალაქო კლუბს აქვს გამოყოფილი ადგილი, მაგრამ გვინდოდა რომ ქალაქში რაღაც გლობალურად ყოფილიყო ჩვენი სახელობის და ძალიან მიხარია რომ მივახციეთ ამას. ჩვენ სამოქალაქო კლუბების სახელობის სკვერში დავხატეთ თითოეული სამოქალაქო კლუბის ლოგოები. ეს იყო მეშვიდე სკოლის, მეორე სკოლის, მეხუთე სკოლის და სოფელ წირქვალის სამოქალაქო კლუბის ლოგოები. გადავიტანეთ ანუ ისეთი საღებავებით, რომელიც ქუთაისის განათლებისა და განვითარების ცენტრმა მოგვაწოდა და ამისათვის ძალიან დიდი მადლობა მათ. ქუთაისში იყო ამ თემასთან და ეკოლოგიასთან დაკავშირებით ფორუმი, სადაც შევიკრიბეთ ჭიათურის სხვადასხვა სკოლის მოსწავლეები სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის ფარგლებში. დავისახეთ მიზნად, რომ მოგვიხატა ეს სკვერი და როდესაც მოვხატავდით, დავინაწილეთ სხვადასხვა დღეები და დროები, რა დროსაც დავასუფთავთ ჩვენ ამ სკვერს. ანუ ესე იგი არ არის ერთჯერადი აქცია. ეკოლოგიის მხრივ ჭიათურა ძალიან რთულ მდგომარეობაშია და ჩვენ სკოლის მოსწავლეებმა დავისახეთ მიზნად, რომ დღევანდელი საქმიანობით ვუჩვენოთ სხვადასხვა ხალხს, რომ ხელი შეუწყონ ეკოლოგიის განვითარებას.